მინერალური მარცვლებისა და ფორების ზომა ფასდება მისი საშუალო სიდიდით, რომელიც აღნიშნულია D საშუალო, ანუ average. ხოლო მინერალური მარცვლებისა და ფორების ფორმა ხასიათდება ფორმის კოეფიციენტით. K F-ით, რომელიც წარმოადგენს მისი მაქსიმალური ზომის L-ის ფარდობას მის მინიმალურ ზომასთან D-სთან. ფარდობას იმ მარცვლების მაქსიმალური დიამეტრისა, რომელსაც უჭირავს ნიმუშის ფართობის 90%, ანუ D ინდექსად 90, იმ მარცვლების მაქსიმალურ ზომასთან, რომლებსაც უჭირავს ნიმუშის ფართობის 10%, ანუ D ინდექსად 10, ეწოდება მარცვლების ზომის არაერთგვაროვნების კოეფიციენტი. ესე იგი, K ინდექსად IS irregularity size აღნიშნოთ, ზომის არაერთგვაროვნება ტოლია D 90 შეფარდებული D ინდექსად 10 და ეს ყველაფერი მეტია ერთზე. ხოლო ფარდობას L შეფარდებული D-სთან ინდექსად 90, ეს ყველაფერი შეფარდებული L შეფარდებული D-სთან ინდექსად 10 ეწოდება მარცვლის ფორმის არაერთგვაროვნების კოეფიციენტი. აღინიშნება K F irregularity of form. ეს იყოს მერვე, ეს იქნება მეცხრე. აგებულების მახასიათებელი, რომელიც მიუთითებს ქანის ანიზოტროპიის ხარისხზე, ეს არის მინერალური მარცვლების უმთავრესი ორიენტაცია ერთმანეთის მიმართ, ან ფორების უმთავრესი ორიენტაცია მინერალური ფაზის მიმართ. თუ მარცვლებს შორის არსებობს ფორები, ბზარები ან გამოფიტული მინერალების თხელი შრე, მაშინ ერთი და იგივე სახის ქანში მის ნაწილაკებს შორის კავშირი შეიძლება შესუსტდეს.
ეს მახასიათებელი ახლოს არის ქანების ფორიანობასთან, მაგრამ მნიშვნელობა აქვს არა თვით ფორიანობას, არამედ დასუსტებული სიბრტყეების არსებობას, ანუ ფორიანობა, რომელსაც აქვს ბრტყელი გაჭიმული სახე. მინერალური კავშირის დასუსტების ხარისხის რიცხობრივად დასახასიათებლად ხელსაყრელია შემოვიღოთ კოეფიციენტი. K ტოლია P გამრავლებული L შეფარდებული D საშუალოსთან average. სადაც K-ს დაუწეროთ შესუსტების კოეფიციენტია და ამიტომ დაუწეროთ ხარისხად ქვეშ ინდექსად attenuation. P ფორიანობა მეათედებში, ხოლო L შეფარდებული D average-თან კი ფორული სივრცის ფორმის საშუალო კოეფიციენტია. ქანების შემადგენელი მინერალების ფარდობითი რაოდენობის შესაფასებლად იყენებენ მინერალების დაყოფასა და სარგებლობენ ქიმიური ანალიზის მეთოდით, რომელიც გვაძლევს ქანში შემავალი მინერალების რაოდენობრივ შეფასებას. გვეცოდინება რა ქანის ქიმიური შემადგენლობა, შეიძლება გამოთვლების გზით გავიგოთ მინერალების რაოდენობრივი შემადგენლობა. მინერალების ნახევრად რაოდენობრივად დასახასიათებლად ფართოდ გამოიყენება რენტგენოსტრუქტურული ინტერფერენციის მეთოდი და რენტგენოსპექტრალური ანალიზი. ინტერფერენციის მეთოდი დამყარებულია ნივთიერების კრისტალურ მესერში გამავალი რენტგენის სხივების დიფრაქციაზე. ყოველი ატომი ხდება რენტგენის სხივების გამბნევ ცენტრად. ეს ტალღები ინტერფერირებენ ერთმანეთთან და იძლევიან გარკვეული მიმართულებით მაქსიმუმებს. თუ ამ მაქსიმუმებს დავაფიქსირებთ ფოტოფირზე, მაშინ შეგვექნება წარმოდგენა კრისტალურ მესერში არსებული გამბნევი ცენტრების შესახებ. ყოველი ტიპის მესერს და მინერალს აქვს თავისი ინდივიდუალური დიფრაქციული სურათი. ეს გვაძლევს საშუალებას განსაზღვროთ მინერალის ტიპი და შევისწავლოთ მისი კრისტალური სტრუქტურა. დადგენილია, რომ არა მარტო ერთი დიდი კრისტალი, არამედ ქაოსურად განლაგებული კრისტალთა ერთობლიობა დასხივებისას გვაძლევს ფოტოფირზე მკვეთრ ინტერფერენციულ რგოლებს. ჩვეულებრივ ასხივებენ გამოსაკვლევი ობიექტის მცირე მოცულობის ფხვნილს. ფხვნილური მეთოდი გამოიყენება ყველა სახის კრისტალური სხეულისთვის. თუ ინტერფერენციული რგოლები არ დაიკვირვება, ეს ნიშნავს, რომ ნივთიერება ამორფულ მდგომარეობაშია. ამ მეთოდით შეიძლება შესწავლილ იქნეს მინერალების კრისტალური მესერი, დრეკადი და პლასტიკური დეფორმაციები კრისტალში, ყისიერი დაძაბულობა და ქანის მინერალური შემადგენლობა.